მოგესალმებით, მინდა გესაუბროთ ინფექციების შესახებ, რომლებმაც შეიძლება საფრთხე შეუქმნან თქვენ ორსულობას. ეს არის ტორჩ ინფექციები, ტოქსოპლაზმოზი, წითურა, ქლამიდია, ციტომეგალოვირუსი, გერპესი. ვირუსებმა შეიძლება გამოიწვიოს ნაყოფის სიკვდილი, ორსულობის შეწყვეტა, ნაადრევი მშობიარობა, ნაყოფის განვითარების მანკები და შემდგომში ახალშობილებში მოგვიანებით ნევროლოგიური დარღვევები. იმისათვის, რომ იყოთ დაცული, სასურველია, რომ ამ ვირუსებზე კვლევა ჩაიტაროთ ორსულობის დადგომამდე, ან ორსულობის პირველ ტრიმესტრში მაინც, რომ იცოდეთ, რამდენად გაქვთ იმუნიტეტი გამომუშავებული და რამდენად დაიცავს ის იმუნიტეტი თქვენს ორსულობას. ყველაზე მნიშვნელოვანია არ შეიხვედროთ ამ ვირუსების ახალი შტამები, რომელთა მიმართ იმუნიტეტი ვერ გექნებათ გამომუშავებული ორსულობის დადგომამდე ცოტა ხნით ადრე და ორსულობის პერიოდში, განსაკუთრებით მის პირველ პერიოდში. ვირუსების გავრცელება ძალიან ფართოა, მაგალითად ციტომეგალოვირუსი ვრცელდება ადამიანის ორგანიზმის მიერ გამოყოფილი ნებისმიერი ბიოლოგიური სითხით, ნერწყვი, ცრემლი, სპერმა, რძე, ნახველი, აბსოლუტურად ყველა სითხით ვრცელდება, ამიტომ თავი უნდა დაიცვათ ელემენტარულად ჰიგიენის ნორმების დაცვით. პირველ რიგში უნდა დაიბანოთ ხელები 30 წამის განმავლობაში.